ევროპული კლასიკა ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის შესრულებით ეს ლატვიის სახელმწიფო კაპელას ტრადიციული რეპერტუარის შემადგენელი ნაწილია, თუმცა დღეს თბილისში ცნობილი ნაწარმოებები განსხვავებული ინტერპრეტაციით შესრულდა. სტუმრებთან ერთად ანსამბლმა დიდგორმა მაყურებელს ევროპული კლასიკისა და ქართული ფოლკლორის სინთეზი შესთავაზა. თითქმის 75-წლიანი ისტორიის მქონე ლატვიის სახელმწიფო კაპელა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტისთვის ემზადება. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი რეპერტუარის შერჩევისას არჩევანს ძირითადად მე-19-მე-20 საუკუნის ევროპულ კლასიკურ მუსიკაზე აკეთებს. თუმცა დროდადრო კაპელა გამონაკლისებსაც უშვებს. ეს კონცერტით სახელად ქართული მოტივები ლატვიური გუნდის ბოლო და წარმატებული ექსპერიმენტია. ქართული ხალხური სიმღერების გამოყენებით ლატვიელმა კომპოზიტორებმა სპეციალურად ამ პროექტისთვის ახალი მუსიკალური ნაწარმოებები შექმნეს. კომპოზიციებს ტრადიციული საშემსრულებლო სტილითა და მანერით ლატვიის სახელმწიფო კაპელასთან ერთად მგალობელ მომღერალთა გუნდი დიდგორი ასრულებს. ყველაზე უნიკალური ამ პროექტში, რაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არის არა ის თუ როგორ განუმეორებლად მღერის დიდგორი ან ჩვენი კაპელა, არამედ ის თუ როგორი სინთეზი გამოვიდა, როგორ გაერთიანდა ეს ორი კულტურა, ორი ნაციონალობა და ტრადიცია. საერთოდ არაფერი არ შეგვიძლია ჩვენს ნამღერში, ჩვენს მიდგომაში, ჩვენს ხასიათში, ანუ ზუსტად იმ ხასიათიდან აიღეს. კონცერტის ინსტრუმენტალური გაფორმება მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა კონსერვატორიის დიდ დარბაზში ამ ელექტრონულ ფორტეპიანოზე დღეს 4 კომპოზიცია მაინც შესრულდება. გია ყანჩელის მუსიკას ქართული მოტივების საღამოზე ზაზა მარჯანიშვილი დაუკრავს. რეპეტიციის დასრულების შემდეგ კონსერვატორიის საკონცერტო სივრცემ მსმენელისთვის საღამოს 8 საათზე გაიღო. ამ საღამოზე ლიტვისა და საქართველოს კულტურის მინისტრები კონცერტის სტუმრებით და მასპინძლებით თავად არიან. ქართული მოტივები, რომელიც ტრადიციული მრავალხმიანობის მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება, სწორედ მათი მხარდაჭერითა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება. მრავალხმიანობა საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, სავიზიტო ბარათია, მე ვიტყოდი, რომელსაც შენარჩუნებას და მხარდაჭერა სჭირდება. ქართულ მსმენელამდე ქართული მოტივები ანსამბლ დიდგორისა და ლატვიის სახელმწიფო კაპელის შესრულებით რიგის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა აუდიტორიამ შეაფასა. ერთობლივი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაცია სასულიერო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.